ჩვენი გაჭირება ზუსტად ეს არის. მე ეგ გასწვევის ფორმით გინდა ჯანდაცვა ესე თქვა, სულად აი სულ გავსწრები პირველად ჯანდაცვა სოციალურად დაუცველად ვის შეიძლება ეს დაწესებულება მაქვს თავრობა არის და აი ამის კონტროლი თუნდაც იგივე აღარ მაგრამ რამდენად იქნება რომ თუნდაც სალონებს X-ს სისხლთან შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივით შეხვიდე და ბიზნესი იყო ჯანდაცვის ამისოს მომართა წერილი და მარტი მაგალითად ძალიან ბევრი ინფიცირებული ადამიანია, რომელთაც არ აქვთ მკურნალობის ძალიან მაღალი ფასების გამო არ აქვთ საშუალება იმ მკურნალობამ და თუნდაც დიაგნოსტიკა ჩაიტარონ ბოლომდე. უკვე რამოდენიმე წელია მუშაობთ ამ მის თაობაზე და ძალიან გვინდოდა რომ სახელმწიფოს გაეჟღერებია ეს პრობლემა, რომ ფარმაკომპანიები დაინტერესდნენ და თუნდაც 15 წლის შემდეგ მაინც იფიქრონ იმაზე, რომ პრეპარატის ფასი უნდა შეიცვალოს. არ ხდება სამედიცინო დაწესებულების სერიოზული შემოწმება, ექსპერტიზა არ უტარდება, ასევე არ ხდება სილამაზის სალონების ეგრეთ წოდებული, სადაც დაინფიცირების ძალიან მაღალი ხარისხია. 2014 წლიდან ახალი პროექტის ახალი პროგრამა შევა მოქმედებაში. ეს გახლავთ C ჰეპატიტის კვლევა მოზრდილ მოსახლეობაში, რომელიც ითვალისწინებს სწორედ მოზრდილი მოსახლეობის სკრინინგულ კვლევას, საჭიროების შემთხვევაში კონფირმაციულ კვლევას. ჩვენი ბენეფიციარი იქნება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ბენეფიციართა რაოდენობა იქნება დაახლოებით 3000 ადამიანი.